ჩემი თბილი, ტკბილი და გაზაფხულის სურნელებით სავსე გამარჯობა ყველას, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს, ესე იგი ახლოსაა ქურუმ ხალთან. მე გახლავართ თე, რომელსაც აქვს ბედნიერება ხშირად მოგესალმოთ და ძალიან ბევრი თუ არა, რაღაც ისეთი გარკვეული რაოდენობის სარგებელი მოგიტანოთ. მოკლედ ასე, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს 8 მარტია, როცა ნახავთ ამ ვიდეოს, ზუსტად რომ აქტუალურია, შეიძლება ეს ნახოთ 9-ში, 12-ში, 18-ში, 2028 წელს, არ აქვს მნიშვნელობა. იცოდეთ რაღაც, რასაც ახლა გასწავლით, ყოველთვის იმუშავებს. საქმე ეხება ჩვენი ქალურობის აღორძინებას, გაბჭყიალებას და ჩვენ მთავარი სამიზნის მამაკაცების ყურადღების მოქცევას. მაშასე ვიწყებთ. მე მინდა ორი პრაქტიკა გაჩუქოთ და ამ თანამას სიამოვნებით გავაკეთებთ ისე რომ იცოდე. პირველი, ეს არის ტიბეტური ბერებისგან წამოსული ვერსია, როცა ქალი ზის მარტოობისგან ამხნარებს და ყურებ ჩამოყრილია, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოიზიდოს საპირისპირო სქესი, სასურველი მამაკაცი. ძალიან მარტივად არის საქმე, ჩვენ რთულად გგონია მაშინ, ამისათვის დავიხმართ რაღაცებს და აი ვიწყებთ პირდაპირ. მოკლედ თუ გინდათ რომ მამაკაცებისგან ყურადღება და საჩუქარი არ დაგაკლდეთ, რას ვაკეთებთ? ვიღებთ ძალიან ჩვეულებრივ სალფეტკს, თეთრი სალფეტკი უნდა იყოს, ასევე წითელ მარკერს, ჩვეულებრივი წითელი მარკერი იყოს ჩემოტკბილებო და ვაწერთ ტიბეტურ მანტრას. აუმ ხრიმ ხუმ. აი, მე დავაწერ, ასე ვთქვათ, კომენტარში, აუცილებელი არის ეს წარწერა გავაკეთოთ. აუმ ხრიმ ხუმ. მე არ ვიცი, სარკისებრად აირეკლავს, ასე მგონია, მაგრამ ჩემი სიტყვებით მოისმინეთ და გათიშეთ და დაიმახსოვრეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ რას ვაკეთებთ? გადავკეცავთ ესე კოხტად ლამაზად და 5 დღის განმავლობაში. 5 დღის განმავლობაში ჩანთით ვატარებთ, ჩანთით, რომელიც ძალიან გვიყვართ და ხშირ შემთხვევაში მისი თანდასწრებით და თანხლებით გადავაადგილდებით. გადის 5 დღე და ღამე რას შვებით, ვიღებთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო და წვავთ აი ამ ჩვენ სალფეტკს და მადლობას, მადლიერებას წირავთ უზენაეს და სამყაროს, რომ ეს მაგნიტი მოგვანიჭა, ეს ფერებით აგვაბჭყიალა, რომ ჩვენი უზენაესი ძალების თანახმად ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებენ ამ ბუნებრივ მაგნიტიზმის მიმართ პატივცემული მამხანაგი მამაკაცები. ესეც ასე ძალიან დიდი მადლობა. ეხა მეორე ვერსია, ცოტა რომელიც უფრო არის ესეთი თანამედროვე და ამ თანამედროვე პრაქტიკაში ისევ და ისევ ქალურობის თემა, ისევ და ისევ ქალი იგივე სიყვარულია, სიყვარული იგივე ქალია და აბატონო მოვიდეს მეორე ვერსია. ეს უკვე არის ისეთ სიტუაციაში გასაკეთებელი, როცა ძალიან გვაინტერესებს, ვინ არის ჩვენით დაინტერესებული. ან არის თუ არა ეს ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად მიჩუმათებულია, დაპაუზებულია, სადღაც შორს არის, არ მოდის ახლოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ან საკუთარი ვის ლუსტრაციის მოკრძალება აქვს, რატომღაც ყოფდება ცხვენია, მივცეთ ეგრეთ წოდებული ჯიკი გავუკეთოთ. ვუჯიკოთ და გავაკეთოთ ეგეთი რიტუალი. ვიღებთ სარკეს, სადაც ყოველთვის ხშირ შემთხვევებში გვაქვს კონტაქტი. ჩვეულებრივი სარკე. ესეთი პატარა არ უნდა იყოს, ესეთი ცისქნა და ესე გეკითხეთ მინიატურული, რომ ჩვენი სახე ჩავატიოთ. ვიღებთ აუცილებლად ჩემო ძვირფასო ადამიანებო წითელ პომადას, რომელიც დაახლოებით მოგეპოვებათ. ან თუ არ მოგეპოვებათ იყიდეთ, სავალდებულო რა დღეს გააკეთეთ, რომ საჩაგევარდეს სიტუაცია, სარკეც და ეს ვიტუოთ დღეს ახლა დიდი რაოდენობა თქვენი კეიფობს ბატონო, რესტორან. და დავაწერთ, აი ასე, უბრალოდ დავახატავთ. გავორთქლით ფანჯარაზე, ვახატავთ გულს. მე მრადა ღრანჯული გამომივიდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემზე მოსწრებული სამხატვრო ნიჭიერება გეკნევათ. მე ასე მაქვს გული ცოტა შეყოვნებაში. ჩემი გული კარგად მუშაობს, იქეთ გვიჭირს სასიყვარულოში, იმიტომ რომ მე მოვინდომი ასე რატომღაც ამ ეტაპზე. კი ბატონო იყოს ესე და აღნიშნული გული იყოს 5 დღის განმავლობაში. ეს 5-იანი ფიგურირებს იცოდეთ. 5 დღის განმავლობაში ყოველ დღე ჩავძახებთ ამ ჩვენს ძვირფას ჯადოსნურ სარკეს და ეს სიტყვები ესეთია.
აირეკლე სარკეში, გამოჩდი ჩემს ცხოვრებაში. ოკეი. კი ბატონო, 5 დღე იყოს, როგორც უკვე გითხართ, მერე წაშლით და დაელოდეთ. თუ SMS-ი მოგდის, თუ კარებზე უფრო ყველაზე მამაცებმა და გიკაკუნათ და გითხრათ, I am here, I am your destiny, ესე იგი, გამოდის რომ უკვე ბედს ეწიეთ ჩემო ძვირფასებო. ცოტა ხუმრობა თუ არ გაურიეთ, ცოტა ამ ყველაფერში არ ჩავდებით ჩვენი ქალური სიკეკულეცე ეშომაკობა და დიდი ოპტიმიზმი არაფერი არ გამოვა თქვენ ხო იცით და მეც ვიცი გადასარევად ასე რომ ჩემო ტკბილებო გისურვებთ ჰარმონიაში ყოფნას უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან და მერე საპირისპირო სქესთან თქვენს რჩეულებთან მე მინდა ყველა შეხვდეთ ისეთი ადამიანი რომელიც იქნება კარგი დამფასებელი და შემფასებელი ეს ორი ფაქტორი ფრიად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის ესე არის მაშინ ასე ყველა მადლიერების ნიშნად საკურველია დაალაიქებს, დააგულებს, გადაუგზავნის სადაქალოს და პლუს ამას დააწერს კომენტარებში, მადლიერებით ვიღებ და იყოს ასე. აი, ჩემმა კატამაც დამიკრა მკვერი, ისიც ქალია და შეგვიძლია ასაც მიულოცოთ 8 მარტი. მიყვარხართ კოსტინი გეფერებით თქვენი თეა.